მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით ახალ საზოგადოებას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის წესრიგი გარიგებულია, გვაქვს 6 საკითხი, რომელიც დაგვეწერა გუშინ დაჩქარებული წესით განსახილველად. მნიშვნელოვანი ცვლილებებია. შესაბამისად რიგ საკითხზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სავალდებულო დასკვნის მიცემი კომიტეტია, ხოლო რიგ კანონპროექტებზე წამყვანი შესაბამისად ჩვენი სხდომის მიმდინარეობისას დაგვჭირდება ტექნიკური შესვენების გამოცხადება და შესაბამისად ამ დათქმით უყაროთ გენჯი და დავამტკიცოთ დღის წესრიგი. შემოხრე, დიდი მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერეკაშვილის და ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესის წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი ბატონი შოთა ბერეკაშვილი. ხუთვატანში. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით კოლეგებო. პირველი მოსმენით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონ პროექტს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულია, რომ სამეწარმეო საზოგადოებაში, რომელშიც სახელმწიფო აფხაზეთისა ნაჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს ხმათა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტ სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე, თუ მას ამ საწარმოსთან ინტერესთა კონფლიქტი არ აქვს. თუმცა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის დღესასწაული რედაქცია არ ითვალისწინებს 50 ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში სახელმწიფოს წარმომადგენლად საჯარო მოსამსახურის არსებობის შესაძლებლობას. როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია Eagle Hills-ა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება. აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობა განისაზღვრება 50%-ზე ნაკლები ოდენობით. ერთობლივი საწარმოს მნიშვნელობისა და ფუნქციის გათვალისწინებით აუცილებელია მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დანიშნულ იქნან საჯარო მოსამსახურეები, რაც კანონმდებლობაში სადანადო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფო აფხაზეთისა ნაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50 ან 50%-ზე ნაკლები წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოში წარმომადგენელი იყოს საჯარო მოსამსახურე. აქვე აღსანიშნავია, რომ საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს და მისი საქმიანობა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობად არ მიიჩნევა. ასევე სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თანხმობაზე კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შესაბამის ცვლილებებს. თუ რამე კითხვები გაქვთ, სად ვარ გიპასუხო. ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, მithumetes ასეთ მსხვილ პროექტებზე, მაგრამ ბატონო ჩართული. კი, ჩართული. ხო. ასეთ მსხვილ პროექტებზე აუცილებელია, რა თქმა უნდა, კონტროლის ერთ-ერთი საშუალება სახელმწიფო თავის ინტერესები რო გაატაროს. მაგრამ ხომ არ გიფიქრიათ იმ თემაზე, რომ ეს ამან დიდი ფართო ხასიათი არ მიიღოს და სხვა ისეთებზეც გავცელდეს, სადაც ამის დიდი აუცილებლობა არ არის. და ხომ არ გიფიქრიათ, რომ ვინმეს თანხმობა იყოს ისეთ საჭირო, რომელიც გამორიცხავს, რომ ამან რაღაცა ფართო მასშტაბის ის მიიღოს. ისევ იდეისთვის ვთქვათ, ან პრემიერ-მინისტრის თანხმობით შეიძლება შევიდეს, ან რაღაცა სხვა, რომ ეს არ მოხდეს, რომ ეს თუ სადმე ასეთი საწარმოა ყველგან თავისუფლად გამოჩნდნენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ გნებავთ არ გნებავთ, მაინც გარკვეული რისკია. დიდ პროექტებში ლაპარაკიც არ არის. ამის უყურადღებოთ მიტოვება არ შეიძლება, მაგრამ რამე ჩამკეტი, რომ ეს მასობრივი არ გახდეს, ხომ არ გიფიქრიათ? გიპასუხებ და მიმაჩნია, რომ აღნიშნული საფრთხე არ არის, რადგან კანონი უკვე ითვალისწინებს 50%-ზე ზემოთ შესაბამისი საბჭოების შექმნას. შესაბამისად ის უკვე რეგულირდება და ეს აღმასრულებლის
შესაბამისი აქტებით რეგულირდება და გამომდინარე ინვესტიციის სიდიდიდან ხდება შესაბამისი საბჭოების ფორმირება ან არ ფორმირება. ამიტომ აქ საუბარია, როდესაც კანონში მქონდა ჩანაწერი, როდესაც 50%-ზე მეტი წილის მფლობელი იყო სახელმწიფო ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, შესაბამისად ეხლა გვაქვს ჩანაწერი, რომ არა მარტო 50%-ის ზემოთ, ასევე 50 და ქვემო. ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აღნიშნულს უკვე კანონი არეგულირებს და შესაბამისი აღმასრულებელი განსაზღვრავს არ ექნება მასშტაბური ხასიათი, თუმცა ეს აღმასრულებლის განსაზღვრაზე კანონი უფლებას აძლევს, რომ შესაბამისი საბჭო შეიქმნას. დავამატებდი კიდევ, რომ აქ პირდაპირ კანონშივე იწერება, რომ სამეწარმეო საზოგადოების სამართალყურეობის საბჭოს წევრი, რომელიც იმავდროულად საჯარო მოსამსახურეა, მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს სათანადო ანაზღაურების გარეშე ასრულებს. კანონითვე გათვალისწინებული იქნება. აქ თავარი არ არის, თავარი არის, რომ ის გადაწყვეტილების მიღების ორგანოს წევრია და რისკია თქო რა. დავასრულებ ასევე. კანონშივე მითითებულია, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ უნდა იყოს და ამავდროულად საბჭოს წევრის წარდგენასაც შესაბამისად დაჭირდება ან კონკრეტული სამინისტროს მინისტრის გადაწყვეტილება, ან თუ მთავრობის დონეზე იქნება სამართალყურეობის საბჭო და მთავრობა დებს შესაბამის ხელშეკრულებას და ერთად იქნება საწარო, მაშინ მთავრობის გადაწყვეტილება კონკრეტული საჯარო მოსამსახურის სამართალყურეობის საბჭოში გაწევრებასთან დაკავშირებით. ისე უბრალოდ რომ თავისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით საჯარო მოსამსახურე ვერ მოხვდება ამ საბჭოში. ამიტომ კონტროლის მექანიზმიც არსებობს. დამაკმაყოფილა პასუხმა, ასე რომ მადლობელი ვარ. გა, საზოგადოების ინფორმირებისთვის. მადლობა. კითხვების შენიშვნები ხომ არ არის, მოსაზრებები? ასეთი არ არის. მადლობა, მნიშვნელოვანი ესულები, მათ შორის ხელს შეუწყობს კიდევ ერთხელ 6.6 მილიარდიანი ინვესტიციის ჩვენს ქვეყანაში ჩადებასაც, ტექნიკურ საკითხებსაც მათ შორის მოაგვარებს. დიდი მადლობა ბატონო შეთანხმებით. დაგიხი, განხილულია. შემდეგ გახსოვთ დღის წესრიგით გათვალისწინებული მეოთხე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. გამარტივებული წესით ვიხილავთ, მოხსენებელი გახლავთ რეგიონული სამინისტროს მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ იაშვილი. ბატონო ზურაბ, გთხოვთ. მოგესალმებით, მადლობა. წარმოგიდგენთ ინფორმაციას ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება ეხება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გაგზავნის ვადის გაზრდას. კერძოდ, ცვლილება შესატანი ნორმის ნორმატიული აქტის შესახებ საქართველოს კანონის 27 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა. აღნიშნული ვადა ხშირად ქმნის მნიშვნელოვან ტექნიკურ და ორგანიზაციულ პრობლემებს საქართველოს საკრებულოს აპარატისთვის. ვინაიდან დასაშვებია საკრებულოს ხდომაზე წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით ნორმატიული აქტის პროექტში არსებითი ხასიათის ცვლილებების შეტანა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტი დიდი ზომისაა, მაგალითად ბიუჯეტი, ასე დროს საკრებულოს აპარატს უჭირს მცირე დროში მიღებული დოკუმენტის კორექტირება, რედაქტირება და საკანონმდებლო მაცნეში დროული გადაგზავნა. შემოთავაზებული კანონპროექტის მიზანია აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა და გონივრული ვადის დაწესება. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოსაქვეყნებლად გაგზავნის ვადა არაუგვიანეს 2 დღისა იცვლება არაუგვიანეს 5 დღით. ცვლილების შედეგი გვექნება ამ შემთხვევაში ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით საკრებულოს აპარატს მიეცემა საკმარისი დრო, რათა უზრუნველყოს მიღებული ნორმატიული აქტის სრულყოფილი რედაქტირება და კორექტირება, იურიდიული სიზუსტის კუთხით შემცირდება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული დოკუმენტებში ტექნიკური და რედაქციული შეცდომების მოხვედრის რისკი, ხოლო პროცედურული ეფექტურობის კუთხით მუნიციპალიტეტებს საშუალება მიეცემათ უპრობლემოდ შეასრულონ კანონით დადგენილი გამოსაქვეყნებლად გადაგზავნის ვალდებულება. კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტების მიერ ნორმატიული აქტების ხარისხიანად მომზადებასა და დროულად გამოქვეყნების პროცესს,
რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ნორმაშემოქმედებითი პროცესის გამართულობა და გამჭვირვალობა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში ასევე განვლილი იქნა კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან, რომლებიც სრულად იზიარებენ წარმოდგენილი ცვლილების პროექტს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ზურაბ. კოლეგებო, შენიშნები ხო არ არის? არ არის ასეთი. დიდი მადლობა გთხოვთ. საკითხი განხილულია, გთხოვთ დაიკავოთ ადგილი. შემდეგი მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით მოხსენებელი ბატონი გიორგი გაგაურიძე. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს, ასევე თანამდებობრივი კანონპროექტია სპეციალური წოდებების სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები. საკითხი შინაარსობრივად 3 პუნქტისგან შედგება. პირველი არის როგორც მოგეხსენებათ, საბაჟო დეპარტამენტი და მისი კურატორი მოადგილე შემოსავლების სამსახურის მოადგილე დღეს არიან სპეციალური წოდების მქონე პირები, ხოლო უშუალოდ შემოსავლების სამსახურის უფროსი არ არის გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების საკითხი, შესაბამისად აღნიშნული ემატება, ვინაიდან მოგეხსენებათ შემოსავლების სამსახურის უფროსია უშუალოდ პასუხისმგებელი მთლიანად დეპარტამენტის და სამსახურის ფუნქციონირებას და შესაბამისად სპეციალური წოდება ემატება შემოსავლების სამსახურის უფროსაც. მეორე საკითხია ბინის ქირის ნაწილი, ანუ დღეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები, როდესაც უწევთ სხვა მუნიციპალიტეტში გადასვლა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ხდება ბინის დაქირავება სამსახურის მიერ, თუმცა ეს ხშირ შემთხვევაში გარკვეულ პრობლემებს იწვევს, როგორც დამქირავებებთან, ასევე თვითონ ზოგი დისტანციის შემთხვევა არის პრობლემური, ზოგ შემთხვევაში არის თვითონ საცხოვრებელი პირობები, ამიტომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება და ისევე როგორც საგამოძიებო სამსახურის შემთხვევაში კომპენსაციას მიეცემა თანამშრომელს და თვითონ უზრუნველყოფს ბინის ქირაობას და სამსახური აღარ იქირავებს ბინას და მესამე საკითხი რაც შინაარსობრივად წარმოდგენილია, ეს არის დაზღვევის ნაწილი. დღეს შემოსავლების სამსახურის მოგეხსენებათ თითქმის ნახევარი არის საბაჟო დეპარტამენტი, რომელთაც აქვს სპეციალური წოდებები, სახელმწიფო სპეციალური წოდებები და ერთადერთი უწყებაა, რომელსაც დაზღვევა არ აქვს, ისეთი უწყებები და რომელსაც წოდებები აქვს, შესაბამისად მიზანშეწონილია, რომ სწორედ შემოსავლების სამსახურსაც მისი ფუნქციისა და მისი როლის გათვალისწინებით კონდეს სამსახურის მიერ დაზღვევა მის თანამშრომლებს და ეს საკითხიც არის წარმოდგენილი. რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, ტექნიკური სახის ცვლილებაა, იქ ამოდის ერთი მუხლი, რომელიც სახელმწიფო წოდების მინიჭების ნაწილი ისედაც დარეგულირებულია მე-7 მუხლით და ამ შემთხვევაში მე-4 მუხლის ამოღება ხდება, იქ შინაარსობრივი ცვლილება არ გვაქვს. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო, კითხვები შენიშნებით თუ არ არის? ასეთი არ გახლავთ. მადლობა. დიდი მადლობა. ადგილი ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვაცხადოთ ტექნიკური შესვენება, დავალოდოთ სავალდებულო კომიტეტების მიერ დასკვნების გამოგზავნას და შემდეგ გავაგრძელებთ. შეგვიძლია განვაგრძელოთ იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომა. დარჩენილი საკითხები, რაც გვაქვს დღეს ეს რიგით გათვალისწინებული. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენა დაჩქარებული წესით მოხსენებელი გახლავთ მინისტრის მოადგილე ზურა ეზურბაია. ორზანით ბატონო ზურაბ. მადლობთ, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს. ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ვადების გადაწევას სხვა პერიოდისთვის, ცვლილების შედის გარდამავალდებულებებში კანონის, ვადების გადაწევა ხდება ერთი მხრივ იმ კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებაში, რომელთა შემუშავება ჯერჯერობით შეფერხებულია ობიექტური მიზეზების გამო, სახელმწიფო პროგრამული პროდუქტები და მონაცემთა ბაზების ფორმირება ჯერჯერობით დასრულებული არაა და ამიტომ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შემუშავება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. კერძოდ 2026 წლის 1 ივლისამდე ვითხოვთ გადავადეს მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა, ხოლო 28 წლის 1 იანვრამდე დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდების და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის დამტკიცება. შესაბამისად, კანონქვემდებარე აქტებთან მიმართებით, ამის გათვალისწინებით
ამოქმედება მხოლოდ მეათე მუხლის კანონის მეათე მუხლის რამოდენიმე დებულება ამოქმედება გათვალისწინებულია 2026 წლის 1 ივლისიდან ეს დებულებები იქნება საჭირო ფერმერთა მეურნეობების და სოფლად არსებული სხვა მეურნეობების რეესტრის ფორმირებასთან და რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნასთან. ამასთან დაკავშირებით ფერმერთა მეურნეობის ბაზის ფორმირებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი უკვე შემუშავებულია და თვითონ პროგრამული პროდუქტიც უკვე მომზადებულია სატესტო რეჟიმს გადის. ასევე მომზადებულია კიდევ ერთი კანონქვემდებარე აქტი, რომელიც შეეხება ანგარიშგებისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის წარმოების წესს. ჯამში ეს პროექტები მიზნად ისახავს ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფორმირებას, რომელიც ერთი მხრივ გაერთიანებს მონაცემებს და უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში, მეორე მხრივ შესაძლებელს გახდის ჩვენი სოფტვერის გამოყენებით შექმნილი ბაზების მიმოცვლას გარე უწყებებთან, მათ შორის საჯარო რეესტრთან. ნაწილი ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომი იქნება შესაბამის მოცულობით მოსარგებლეებისთვის, მოხმარებლებისათვის, პირველ რიგში ეს არიან ფერმერები და ბენეფიციარები სახელმწიფო მხარდაჭერის. გთხოვთ მხარი დაუჭეროთ ამ კანონპროექტს. დიდი მადლობა და მზად ვარ კითხვებისთვის. მადლობა. შენიშნები კითხვები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ. დიდი მადლობა, ბატონო სულო. საკითხი განხილულია. შემდეგი საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონშრომების შეტანის თაობაზე მომხსენებელი ბატონი ვახტანგ ბაჩიაშვილი საქართველოს მთავრობის პარლამენტო მდივანი. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის შესატან ცვლილებებს. ცვლილებები მომზადდა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასება. ბოდიში რო შეგაწყვეტინოთ გამომდინარე იქიდან რომ ბატონო ზურაბის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი კომიტეტი წამყვანია, მაშინ გთხოვთ რომ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს იმისათვის რომ დასკვნის დროული გაგზავნა მოხდეს წამყვანი კომიტეტისათვის შესაბამისად ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ საქართველოს კანონის სრულიების შეტანის თაობაზე წარმოდგენილ ცვლილებებს ერთხმად დიდი მადლობა და აპარატს ვთხოვ რომ უზრუნველყოს შესაბამისი დასკვნის გაგზავნა წამყვანი კომიტეტისთვის. უკაცრავად ბატონო ვახტანგ შეგიძლიათ განაგრძოთ. მადლობა. მომზადდა ეგრეთ წოდებული მანივალის კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად და რეკომენდაციები ითვალისწინებს ქვეყანაში ტერორიზმის დაფინანსების ღონისძიებების საწინააღმდეგო პრევენციული და აღკვეთის ღონისძიებების გატარების მიზნით პირთა წრის გაფართოებას. დღესდღეობით ფულის გათეთრების კანონში განსაზღვრულია ის სახელმწიფო ორგანოები თუ კერძო ორგანიზაციები, რომლებიც როგორც ფულის გათეთრების ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებებში არიან ჩართული, ესენი არიან ანგარიშვალდებული პირები, არიან საზედამხედველო ორგანოები სახელმწიფო სტრუქტურების სახით, რომელიც უზრუნველყოფენ ამ შემთხვევაში ამ ანგარიშვალდებული პირების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და ცენტრალური ანუ წამყვანი ორგანო არის ფინანსური მონიტორინგის სამსახური. რაც შეეხება ტერორიზმის დაფინანსებასთან მიმართებაში ქვეყანაში მოქმედებს სამთავრობო კომისია, რომელიც მუშაობს იმ პირების მიმართ ეფექტური ღონისძიებების დაგეგმაზე, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით განსაზღვრულ ტერორისტულ დანაშაულში არიან ბრალდებულნი და ისინი შეყვანილი არიან გლობალურ სიაში. გლობალურ სიაში შეყვანა გულისხმობს მათთვის გარდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა შესაბამისი ფინანსური შეზღუდვების დაწესებას და ამ ფინანსური შეზღუდვების აღსრულებაზე და ეფექტურ ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი არიან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო ორგანოები. მანივალის რეკომენდაცია მიემართებოდა კანონმდებლობაში არსებულ იმ სივრცეს, თავისუფალ სივრცეს, რომელიც არ გულისხმობს
ქვეყანაში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის, იქნებიან ესენი მოქალაქეები თუ არა მოქალაქეები, ვალდებულებას, რომ ხელი არ შეუწყონ აღნიშნულ პირებს ფინანსურ რესურსზე წვდომაში, რაც შეიძლება გამოიხატოს მათთვის კონკრეტული ქონებრივი სარგებლის გადაცემით თუ პირიქით მათი ქონების სარგებლობით და შესაბამისად ფინანსური რესურსის მიღებით. აქედან გამომდინარე, განისაზღვრება, რომ კონკრეტულად ფულის გათეთრების შესახებ კანონის მიზნებისათვის პასუხისმგებელი პირები ტერორიზმის დაფინანსების და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით გათვალისწინებულ პირთა სიაში შეყვანილი პირებისთვის შესაბამის გარიგების დადებაზე ზედამხედველობაში პასუხისმგებელი არიან ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები და მათთან ასეთი პირების მიერ ამ სანქცია დაკისრებულ პირებთან დაკავშირებით ნებისმიერი გარიგების დადება, რომელიც მათთვის ქონებრივი სარგებლის შექმნისკენ არის მიმართული, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საწყის ეტაპზე გაფრთხილების სახით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1000 ლარი. აღნიშნული ცვლილების ასახვა სრულ შესაბამისობაში იქნება FATF-ის რეკომენდაციებთან, რომელიც გულისხმობს ამ შეზღუდვების დაწესებას ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, ამავდროულად მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს რეიტინგზე მანივალის მომდევნო სესიაზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრის შუა რიცხვებში იმართება და სადაც უნდა შეფასდეს საქართველოს როგორც ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ასახვის მიზნით. მადლობა, კოლეგებო, შენიშნები მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ, ბატონ ვახტანგ, მადლობა გთხოვთ, დაიკავოთ ადგილი. შეგვიძლია რომ მათ შორის კენჭი უყაროთ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ წარმოდგენილ ცვლილებებს, რომელიც ბატონმა შოთა ფერეკაშვილმა წარმოადგინა, ვინ არის მომხრე? ერთხმად, დიდი მადლობა. შემდეგი არის შემოსავლების სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მოხსენებელი გიორგი გაგაურიძე, ვინ არის მომხრე? ერთხმად, დიდი მადლობა. ბატონი ზურაბიაშვილის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ორგანულ კანონის პროექტი ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე? ერთხმად, დიდი მადლობა და ბოლო საკითხი, ის ეს რიგით გათვალისწინებული ბატონი გიორგი გებუაძის არის მანამდე ბატონ ვახტანგის წარმოდგენილ ცვლილებებსაც უყაროთ კიდევ ერთ კენჭი, ვინ არის მომხრე? მადლობა და ბოლოს გიორგი გებუაძის. გთხოვთ, ბატონო გიორგი. საკითხი გახლავთ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის პირადობის ბინადრობის მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენი დაჩქარებული წესით. მოგესალმებით, დიდი მადლობა. ჩვენი კანონ პროექტის შემუშავება განპირობებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სარგებლობაში არსებული ელექტრონული დოკუმენტების საბეჭდი ტექნიკისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების პერსონალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიისა და მისი ფუნქციონალის განახლების აუცილებლობით, რადგან ეს კრიტერიუმები ბოლომდე ვერ პასუხობდა და დღესაც ვერ პასუხობს, ანუ მიმდინარე მდგომარეობით თანამედროვე გამოწვევებს სრულად და კანონ პროექტი შესაბამისად ეხება საქართველოს კანონში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოსში ცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის, ბინადრობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ შესაბამისი ცვლილების განხორციელებას, ვინაიდან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები და ამ რეკვიზიტებთან დაკავშირებული საკითხები, პროცედურები სწორედ ამ კანონშია გაწერილი. ახალი პირადობის დოკუმენტები და მათი ტექნიკური მახასიათებლები სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო იქნება. ამ მხრივ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი და მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, აგრეთვე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობისათვის მნიშვნელოვანია ტექნოლოგიურად გაუმჯობესებელი ახალი თაობის მიკროსქემებისა და დოკუმენტების ახალი დიზაინის დანერგვა, დამატებითი დამცავი ნიშნებით, რომლებიც
არსებული მიკროსქემისა და დოკუმენტების მახასიათებლებისგან იქნება განსხვავებული. კერძოდ დოკუმენტს უნდა დაემატოს ახალი რეკვიზიტები, როგორებიცაა მოწმობის წვდომის კოდი, რომელიც უკონტაქტო მიკროსქემიდან მონაცემთა ამოკითხვისათვის გამოიყენება, ეგრეთ წოდებული QR კოდი, რომლის მეშვეობით პირს შეუძლია გადაამოწმოს ინფორმაცია დოკუმენტის ან მისი მფლობელის შესახებ და აქ ჩვენ შეგვიძლია ავსახოთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, სტუდენტის სტატუსი და სხვა აუცილებლობის მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ აგრეთვე კანონით განისაზღვროს, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიცავდეს თითის ანაბეჭდს, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებს და გაყალბებისგან დოკუმენტის დაცვის ხარისხს მაქსიმალურად გაზრდის. მიზანშეწონილია გარდა კანონით განსაზღვრული საფუძვლებისა, ჩვენ კანონით გვაქვს კონკრეტულად განსაზღვრული საფუძვლები, როდის შეუძლია პირს შეცვალოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ გაიწეროს, რომ თუ დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები პერიოდი, პირს ჰქონდეს შესაძლებლობა ამ დოკუმენტის შეცვლის. თქვენ იცით, რომ მათ შორის ეს არის რეკომენდაცია სხვადასხვა ქვეყანაში შესulis, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი იყოს მოქმედი და ვადა იყოს საკმარისი. თავდაცვის კოდექსის თანახმად შეიცვალა სამხედრო აღრიცხვაზე უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც სააგენტო აწვდის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღს და რეგისტრაციის ახალ მისამართს. შესაბამისად, კანონი ამ მხრივ შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი ბინადრობის მოწმობა 18 წლამდე პირზე გაიცეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე დოკუმენტის გაცემა კვლავ 5 წლის ვადით იყოს შესაძლებელი, რაც შეეხება დროებითი ბინადრობის მოწმობის ვადას. მიზანშეწონილია ის განისაზღვროს ბინადრობის ნებათვის მოქმედების ვადით, მაგრამ 18 წლამდე პირზე გაიცემოდეს არაუმეტეს 4 წლის ვადით, ხოლო 18 წელს მიღწეულ პირზე არაუმეტეს 5 წლის ვადით. აქ ამ პუნქტის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ იცით, ასაკთან ერთად იცვლება პირის ბიომეტრიული მონაცემები და ამ მხრივ უსაფრთხოების მიზნით და კიდევ სხვა მრავალი დაკავშირებული საკითხის მიზნით მიზანშეწონილია, რომ ეს პუნქტები კონკრეტულად და პირდაპირ გაიწეროს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება აუცილებელი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტის მიღების წესი და მიღებაზე ეს მთლიანად ამ კათოლიციზმური ცვლილებების მიღებაზე გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ავტონომიურ რესპუბლიკისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე. დოკუმენტების დამტკიცებისათვის აუცილებელი ხარჯი უკვე დაფინანსებულია სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან და იგი არც სააგენტოს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მოახდენს გავლენას. კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს მოსაკრებლის ან სხვა ახალი გადასახადის დადგენას. და კიდევ ერთხელ მოკლედ რომ გითხრათ, კანონპროექტი ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებიც დანერგილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, კანონის პროექტის მიღების შედეგად ბიომეტრიული პასპორტებისა და სამგზავრო დოკუმენტის ტექნოლოგია სრულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს და ეს იქნება კიდევ უფრო დაცული და უსაფრთხო. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ გიორგი. ოლეგებო, შენიშნებით კითხვები, მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ გახლავთ მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს პირადობის დამადასტურებელი მოწმობების უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე აყვანას და რა თქმა უნდა, ბიუჯეტის კომიტეტის სხვა დაუჭერთ არწმუნებულება აღნიშნულ ცვლილებებს. მადლობა წარმოდგენილი ცვლილებებისთვის, ხობთ რომ დაიკავოთ ადგილი და მნიშვნელოვანი საქმე არის გაკეთებული მიმდინარე პერიოდში აღნიშნული მიმართულებით და რა თქმა უნდა კიდევ ბევრი იქნება.
ბევრი ნაბიჯი იქნება ხრივ გადასადგმული ჩვენი ამ კანონის მიღების შემდეგ და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებასაც გისურვებთ თითოეული სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს. შეგვიძლია რომ კეჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს, ვინ გახლავთ მომხრე, ხარი დაუჭიროთ პირველი მოსმენით, ერთხმად, დიდი მადლობა. ამით განსახილველი საკითხები ამოწურულია. მადლობა ჩართულობისთვის და საქმიანობისთვის, შეგვიძლია გადავინაცვლოთ პლენარულ თემათა დარბაზში. ამით ჩვენი კომიტეტის ხმა დასრულებულია.